ამ დრომდე კლინიკა ფერომედის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ზესტაფონი ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული ტურისტი. მას მძიმე დაზიანებების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა მარჯვენა ზედა კიდურის ამპუტაციით იდაყვის სახსარში. ამასთან ორი დაშავებული ფერომედის ტრამატოლოგიურ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. ეს ინფორმაცია სპექტრ კლინიკის რეანიმაცია ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ მახათაძემ მიაწოდა. მისი თქმით, კლინიკაში ავარიის დროს დაშავებული 13 ადამიანიდან 6 პაციენტი იქნა მიყვანილი. დანარჩენებმა კი ჯეო ჰოსპიტალში გაიარეს სამედიცინო კონტროლი. არსებული ინფორმაციით დაშავებულები ტურისტები იყვნენ და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა სოფელ არგვეთასთან 26 ივლისს მოხდა. ავტობუსი გზიდან გადავარდა. მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შინ იყო დიდი ავტოავარია, ავტობუსი გზავრებით დატვირთული გადაბრუნდა. შეგვატყობინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, რომ მოყავდათ დაშავებულები და მათ შორის ერთი ახალგაზრდა მამაკაცი 25 წლის, რომელიც იყო გაცილებით მძიმე ზედა კიდურის, ესე იგი ხელის ტრამული ამპუტაცია, ესე იგი ხელის ნაწილი, დიდი ნაწილი ეკიდა კანზე. აღარ იყო ასე უფრო გასაგები რომ იყოს მოსახლეობისათვის. რა თქმა უნდა, დავხვდით ბრიგადა ემერჯენსის განყოფილებაში მობილიზებულები. მივიღეთ პირველ რიგში ეს მძიმე ავადმყოფი. შესაბამისად, მცირე დროში მოვახდინეთ პირველადი კვლევები და ამოვიყვანეთ საოპერაციო ბლოკში. გარდა ამ ახალგაზრდა მამაკაცისა მოყვანილი იქნა კიდევ 5 დაშავებული. ამათგან 2-ს ჰქონდა ქალს და კაცს წელისმალების განივი მორჩების მოტეხილობა, რომლებიც ახლაც აგრძელებენ მკურნალობას ტრამატოლოგიურ განყოფილებაში. 3 ავადმყოფი შედარებით მსუბუქად იყო დაშავებული და გაეწერა. ერთი აი ეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გითხარით, რომ შედარებით კი არა მძიმე და სიცოცხლისთვის თითქმის შეუთავსებელი ტრამვა იყო. ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა ამ ეტაპისათვის დამაკმაყოფილებელი. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელიც როგორც ქვეყნის პრემიერმა პრეზენტაციისას აღნიშნა, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული ცენტრი გახდება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრემიერის შეფასებით ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა და ჰაბის გახსნით ის ასევე ხდება ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი. ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი. ახლად გახსნილი ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ პრეზენტაცია გამართა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ. ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მთავრობის მეთაურმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკის 40 თანამედროვე ექსპონატს წარმოადგენს. პრემიერი ასევე გაეცნო მაღალ ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს და სასწავლო სივრცეს, რომელიც პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეო წარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ დღეს ხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. დღეს მსოფლიოში დინამიურად ცვალებადი გარემოა, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია. ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია ეფუძნება ტექნოლოგიური განვითარების გზაზე 4 მთავარ საფეხურს: ინტერესიდან უნარამდე,
უნარიდან პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან ინოვაციურ ბიზნესამდე. 4-ვე ეს მნიშვნელოვანი საფეხური აქ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში არის წარმოდგენილი. დღეს ქალაქ ქუთაისში ვხსნით სივრცეს, სადაც მომავალი აღარ არის შორეული პერსპექტივა. მომავალი იქნება აქ, ყოველდღიური მუშაობით, კონკრეტული ადამიანებით და რეალური შედეგებით. სამტრედია გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა. კერძოდ, სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე მესამე 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლია. ახალი გზა გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის. პროექტის ფარგლებში აშენდა 12 კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან დამაკავშირებელი საველე გასასვლელები. სამტრედია გრიგოლეთის 52 კილომეტრიანი მაგისტრალი 4 მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები გრძელდება პირველ მონაკვეთზე. შედეგად სამტრედია გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან უკვე 42.5 კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია. დარჩენილია 9.5 კილომეტრიანი პირველი მონაკვეთის დასრულება, სადაც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი გზით გვერდს ვუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას. შედეგად მგზავრობის დრო თითქმის მესამედით მცირდება. სამტრედია გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია. 52 კილომეტრიანი გზა იწყება ზესტაფონი ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან. პროექტის დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯები, ხოლო საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება. ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და დღეს უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება. ნებისმიერმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი ტყის ხანძრები. უნდა გვახსოვდეს, რომ დამწვარი ტყე არ ნიშნავს მხოლოდ დამწვარ ხეებს. ეს ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ, გარემოს დაცვის და სოციალურ დანაკარგებს, რომლის აღდგენასაც ათეულობით წლები სჭირდება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა, ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება, ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე. ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი დათა კობახიძე ტყის ხანძრების რისკებზე საუბრობს. მაღალი ტემპერატურების ფონზე, უნალექო დღეების ფონზე იზრდება რისკი ტყეში ხანძრების გაჩენის, შესაბამისად ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ პატრულირებას და ვიზიტორებს, ტყეში სტუმრებს უზიარებენ ინფორმაციას ქცევის წესების შესახებ, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ხანძრის გაჩენის რისკები. კლიმატის ცვლილების ფონზე ტყის ხანძრები როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. თუ გავაანალიზებთ გასული 10 წლის მონაცემებს, საქართველოში ტყის მასივის დაახლოებით 6500 ჰექტარამდე ფართობი დაიწვა, რაც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ საგანგაშო ციფრია. აღნიშნულის გათვალისწინებით ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, რათა მოსახლეობას მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია თუ რამდენად დიდ ზიანთან არის დაკავშირებული ტყის ხანძრები და მისი პრევენციისთვის სისტემატურად უზიარებს ხალხს ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოახდინოს ტყეში ცეცხლის დანთება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ხანძრის გაჩენის რისკი.